ისრაელმა იემენზე ბომბდამშენებით საჰაერო იერში მიიტანა. ისრაელის სამიზნეებს შორის აღმოჩნდა პრეზიდენტის სასახლე, სარაკეტო ბაზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. დედაქალაქ სანაში 20-მდე აფეთქება მოხდა. თუშეთში წოვათის ხეობაში ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო. ხანძარი ალპურ ზონაში მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ქალის ადვოკატი ამბობს, რომ თეკლა გერსამიას აღიარების ოგმზე ხელი მოტყუებით და ზეწოლით მოაწერინეს. მისივე თქმით, კაცმა დანაგული სარეში თავადვე დაირტყა და გერსამია მის შველას ცდილობდა. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს. ჯერ უცნობია, როდის ჩატარდება სასამართლო. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. დაკავებულია ენგურხეზის ობიექტების დაცვის განყოფილების უმცროსი ინსპექტორი. მას ბრალად ედება მეთადონის შემცველი ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვა. დღეს დამოუკიდებლობა ბრძოლის ველზე იბრძვის. ამ სიტყვებით მიულოცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე. მან ვრცლად ისაუბრა ისტორიაზე, აწმყოზე, მომავალზე, ომზე და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის საპასუხო დარტყმებზე. ვერავინ აგვიკრძალავს ასეთი დარტყმების განხორციელებას, თქვა ზელენსკიმ. მისივე თქმით, ქვეყანა მიიღებს უსაფრთხოების ისეთ გარანტიებს, რომ ვეღარავინ იფიქრებს უკრაინაზე თავდასხმაზე.